თეგედა ჰოლდინგისგან შორს არსად მივდივარ. მონაცემთა მართვის სისტემა ამ ჰოლდინგისა გარდაქმნის პროცესშია და ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. პროცესში თეგედას პარტნიორი ტექნოლოგიური კომპანია DataMind-ია, ციფრული ტრანსფორმაცია დღეს მხოლოდ ტექნოლოგიური ტერმინი უკვე ნამდვილად აღარ არის და ის მომავალი კომპანიის კონკურენტუნარიანობის გამსაზღვრელიც გახავთ. სწორედ მონაცემთა სწორად მართვა მიიჩნევა ბიზნესის წარმატების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად და რატომ გადაწყვიტა უმსხვილესმა საავტომობილო კომპანიამ საქართველოში და რეგიონში მონაცემთა მართვისა და ანალიტიკის სრულად ახალი სტანდარტის დანერგვა, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი. სტუმრებთან ერთად გავაგრძელებთ საუბარს თემაზე. მადლობა მობრძანებისთვის ნიკა კოხოძეს, ნიკა თეგედა ჰოლდინგის ციფრული ტრანსფორმაციის ლიდია და მივესალმებით რატი კუნჯულიას, რომელიც კომპანია DataMind-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. დილომშვიდობისა, მადლობა დილომშვიდობის, მადლობა მოწვევისთვის. ნიკა, თქვენით დავიწყებ პარტნიორობაზე პირველ რიგში მოვუყვეთ მეტი. რატომ DataMind-ი და რას გულისხმობს ორ კომპანიას შორის თანამშრომლობა? ხო, მოკლედ, ჩვენ როდესაც ხშირად გვისაუბრებთ მათ შორის ჩვენს პირად საუბრებშიც, რომ თეგედასთვის ციფრული ტრანსფორმაცია რაღაცა კონკრეტული IT პროექტი არ იყო და კონკრეტული IT სისტემის აწყობა ან რომელიმე არსებულ პროდუქტის ყიდვა არ გვინდოდა. გვინდოდა შეგვეცვალა ბიზნეს მოდელი იმ აზრით, რომ უფრო მეტად მონაცემებზე დაყრდნობით მიგვეღო გადაწყვეტილებები, უფრო მეტად ხილვადი განხდარიყო ჩვენი მონაცემები. შესაბამისად, როდესაც მივედით იმ აზრამდე, რომ გვჭირდებოდა მონაცემთა საწყობი, რომელზეც მივიღებდით, რომელიც ერთი მხრივ გამჭვირვალეს გახდა ჩვენს ოპერაციებს და მეორე მხრივ დაგვეხმარებოდა უფრო სწრაფად მივიღო გადაწყვეტილებები. როგორც წესია, ჩვეულებრივად ტენდერით გამოვაცხადეთ, გავაფასდა გამოკითხვას და სხვადასხვა solutions provider კომპანიებთან გავედით ხაზზე, მაგრამ ვერც ერთმა კომპანიამ ვერ შემოგთავაზა, რაც DataMind-ის გუნდმა თავის დროზე მოიტანა ჩვენამდე და ეს იყო სტრატეგიული პარტნიორობის ხედვა მათ შორის და ერთი პროდუქტით, ერთი სისტემით მონაცემთა საწყობის შექმნას და ასევე ხელოვნური ინტელექტის ბოტების გაკეთებაც. რა შეცვლის ეს კომპანიაში, ნიკა? კომპანიაში, რომელიც გავიგე ხა ყველა წარდგენისას, ჩემთვის არის პირველ რიგში საამაყო. მასშტაბობაზე მიდიხარ? ხო, ჩემთვის არის პირველ რიგში საამაყო, როცა ვსაუბრობ ქვეყანაში და რეგიონში, ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით წამყვან საავტომობილო კომპანიაზე, მაგრამ ამის უკან დგას 3000-ზე მეტი თანამშრომელი. არ მინდა შემეშალოს და მოვემზადე თქვენთან საუბარი. 28 სერვის ცენტრზე არის საუბარი. ტექნიკური თვალსაზრისით DataMind-თან ურთიერთობაში, რატის გუნდთან ურთიერთობაში, რა შეიცვლება თეგედა ჰოლდინგში? ეს მოგვიყვება. ყოველდღიური ოპერაციები, რომელსაც თეგედა აკეთებს, დაწყებული მომსახურების გაწევით, დამთავრებული კლიენტთან ურთიერთობით, სხვადასხვა ბიზნესებთან fleet management-ის პროგრამების შეთავაზებით, იქნება საცალო მომხმარებელთან, მათ ავტომობილებზე, კომუნიკაციის თუ სერვისების ჩატარების დიდი რაოდენობის ტრანზაქციებია, ასევე ჩვენ 1000-მდე უნიკალურ მომხმარებელს ვიღებთ ყოველდღიურ რეჟიმში. შესაბამისად, მონაცემთა სისტემა ჩვენთვის ყველაზე ღირებული, ეგრეთ წოდებული რაღაცა ნერვული სისტემაც არის. თეგედა ყოველთვის legacy სისტემებზე მუშაობდა, ყოველთვის 2007-დან, 8-დან, SAP-დან გამომდინარე, ძალიან აგვაჩქარა თავის დროზე ამ ERP სისტემა, თუმცა დღეს უკვე თანამედროვე ბიზნესები და ზოგადად თანამედროვე მომხმარებლის და ჩვენი ქცევაც იმართულია AI chatbot-ებისკენ, უფრო სასაუბრო ფორმატში ინფორმაციის მიღებისკენ. შესაბამისად, სასაუბრო ფორმატში ინფორმაციის მიღება თუ უკვე პერსონალური პირადი საქმე არის და ყველა თითქმის ესე ვიქცევით, მხოლოდ ლოგიკური იყო, რომ სამსახურში ესეთი ფორმატის ანალიტიკა შეგვეთავაზებინა ჩვენი თანამშრომლებისთვის. 3000-მდე თანამშრომელს უკვე ამ პროგრამებში და კომპანიის დონეზე პროგრამებს უშვებთ, რომ უფრო მეტად ხილვადი გახდეს ყველასთვის ეს მონაცემები. მონაცემთა სისტემა დღეს მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყენებს ძალიან სწრაფად ვითარდება, იყენებს ბევრი კომპანია, შესაბამისად, აი ამ გლობალურ ბაზარზე, როდესაც ასეთი სწრაფად ვითარდება, ხო, ნებისმიერი ღრუბლოვანი მიმართულება, რა გამოარჩევს DataMind-ს, რატი და რა შეგვიძლია ვთქვათ ახლა ისეთი, რაც შეიძლება რომ კომპანიებისთვის იყოს საყურადღებო, ვისაც აი თეგედას მაგალითი აიღონ და ჩაერთონ აი ამ პერსონალიზირებულ სისტემაში. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობას გადაგიხდით მოწვევისთვის.
ზოგადად ყველა დამფუძნებლისთვის თავის გუნდის მიერ შექმნილი პროდუქტი არის უნიკალური, გამორჩეული და საუკეთესო. განსხვავება უნისტრიმთან შედარებით ის არის, რომ უნისტრიმი ობიექტურად საუკეთესოა თავის ყველა ფუნქციონალში და ჩემი გუნდის პირად პასუხისმგებლობაა, რომ ეს არასდროს შეიცვალოს. მეორე პასუხისმგებლობა, რაც ჩვენ ავიღეთ, ეს არის, რომ დავანგრიოთ სტერეოტიპი, რომ ქართულ პროდუქტს არ შეუძლია მსოფლიოში რევოლუციის მოხდენა და ქართულ პროდუქტს არ შეუძლია მსოფლიოში თავისი წესების დაწესება. ანუ სწორად რო გამიგოთ, მე არ ვამბობ, რომ ჩვენი პროდუქტი გლობალ ალტერნატივებს სჯობს. ხო. მე ვამბობ, რომ ჩვენი პროდუქტი გლობალ ალტერნატივებს 100-ჯერ სჯობს. რაც შეეხება თქვენს ბოლო შეკითხვას თუ სხვა კომპანიებმა როგორ შეიძლება თეგეტასგან მაგალითი აიღონ, ეს არის, რომ თუ კომპანია არის გაჟღენთილი ამბიციებით, უნდა რომ გადაწყვეტილებები მიიღოს სწრაფად და სწორად და ამ გადაწყვეტილებების აბსოლუტური უმრავლესობა ამართლებდეს, მაშინ მას სჭირდება, რომ იყოს data და AI driven-ი. ამის გარეშე კატასტროფულად რთულია, რომ ეს ტემპი შეინარჩუნოს დღეს კომპანიამ. და საპირწონედ დღეს არის საუკეთესო დრო, რომ ეს ტრანსფორმაცია დაიწყო, იმიტომ რომ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. Unistream. რას წარმოადგენს? და როგორ შეიქმნა და რა დანიშნულება? უნისტრიმი არის, ასე ვიტყოდი, პროდუქტი, რომელიც თავის თავში მოიაზრებს კაცობრიობისთვის ცნობილ ნებისმიერ მონაცემის და დაკავშირებული გამოწვევის გადაწყვეტის ფუნქციონალს თავის თავში. არ გჭირდება დამატებითი სისტემები, ერთ სისტემაში არის მოქცეული ყველა ფუნქციონალი, რასაც კაცობრიობა უდესმე შეუწუხებია. თვითონ იდეა მოდის კომპანიის დიდი ისტორიიდან, დათამაინდი არის 5 წლის კომპანია, პირველი 3 წელი ვიყავით სერვის კომპანია, როდესაც მოემსახურეთ 30-ზე მეტ კომპანიას აუწყეთ warehouse-ი, data mart-ები, BI რეპორტები და ასე შემდეგ და ზუსტად აქ დავინახეთ ის შესაძლებლობა, რომ enterprise data warehouse-ი, data driven-ობა და AI driven-ობა არის ძალიან მიუწვდომელი ჩვეულებრივი კომპანიებისთვის და თავის თავში მოიაზრებდა წლების შრომას და 10-მდე სხვადასხვა სისტემის დანერგვას. მან თქვით, რომ რატო არ შეიძლება ერთი სისტემა შევქმნათ, რომელიც მარტივად ინერგება, ყველა ფუნქციონალს მოიცავს, არის ინოვაციური, AI driven-ი და არის მარტივად გამოსაყენებელი. ეს არის Unistream. ეს არის Unistream-ი ჩვენი კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქტი. მარტივი იყო თქვენთვის შესაბამისად და დამაინტერესებდა თანამშრომლობა. ნამდვილად ჩვენთვის მათი ხედვა, ამბიციებიც მათ შორის რა თქმა უნდა ძალიან მისასალმებელია და ჯანსაღი და ძალიან გაგვეხარდა რომ ქართულ ბაზარზე აღმოჩნდნენ ისეთი solutions, ჩვენთვის solutions provider-ი, tech გუნდი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გლობალურად უყურებს საკითხებს. შესაბამისად ჩვენ საომარ სტრატეგიასთანაც რომ უფრო მეტად საერთაშორისო კომპანია გავხდეთ, უფრო რეპლიკაბელური ბიზნეს მოდელი გავაკეთოთ სომხეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, უფრო განვითარდეთ და ვიფიქროთ სხვა ქვეყნებზეც. ძალიან კარგად გვეხმაურება, რომ ანალოგიური ინფრასტრუქტურა, რასაც საქართველოში ახლა შევქმნით და ბიზნეს გადაწყვეტები და ლოგიკები, რასაც აქ ავაწყობთ, წავიღოთ სხვა ქვეყნებშიც. ნიკა, ხელოვნურ ინტელექტს თეგეტა ჰოლდინგში ძალიან აქტიურად იყენებენ. ჩვენ არაერთი ვიდეო გვინახავს, მათ შორის AI-ის გაკეთებული. რა შეცვალა ხელოვნური ინტელექტის აი ამ ესეთი მასშტაბურობით შემოსვლამ თეგეტაში სტილი რამდენად შეცვალა და რამდენად აღმოჩნდნენ მათ შორის თანამშრომლებიც მზად იმისთვის, რომ ხელოვნური ინტელექტი აი ესეთი ყოველდღიურობაში ყოფილიყო მუშაობის პროცესში. აყვნენ? მოკლედ რამდენიმე საკითხს შევეხები და სხვადასხვანაირად უყურებთ ხელოვნურ ინტელექტსაც. ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ვიდეოებს აგენერირებს მარკეტინგისთვის, ძალიან კარგი პროდაქშენის შესამცირებლად იქნება, თუ ხარჯების პროდაქშენის ხარჯების შესამცირებლად იქნება, თუ კონტენტის უფრო მასიურად წარმოებისთვის ამ ნაწილში რა თქმა უნდა ეხმარება თემას onboarding-ისთვის, როცა თანამშრომელი მოდის შიდა პოლიტიკები გაანალიზებინა და შიდა პოლიტიკებს უფრო მარტივად სწავლობს, უფრო სასაუბრო ფორმატში გადაიყვანა, მაგრამ data mining-ის ფარგლებში ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ხელოვნური ინტელექტის პროდუქტი შეიქმნა თეგეტაში. ჯერ კიდევ არ გვაქვს ის ათვისებული რა სხვა შესაძლებლობებიც აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ პატარა მაგალითს გეტყვით, მონაცემთა ანალიტიკის გუნდი, პირობითად ესეთ სამუშაოზე რომ დაიწყო მუშაობა
როგორი იყო ტენდენცია მაგალითად ამინდის პროგნოზებსა და საბურავების გამოცვლას შორის ჩვენს მომხმარებლებში წინა 2-3 წლის პერიოდის მანძილზე, ამის საჭირო იქნებოდა საკმაოდ დიდი რაოდენობის web search-ი, ან 5-დან 6-მდე ანალიტიკოსი ალბათ და 3-დან 4-მდე კვირა. როდესაც ეხლა უკვე ეს რაღაცა ისეთი სტანდარტული ოპერაცია, რომელსაც ნებისმიერი ბიზნეს ოუნერიც უშუალოდ ან მხოლოდ ანალიტიკის გუნდი, ან ბიზნეს ოუნერსაც შეუძლია პირდაპირ სასაბურო ფორმატში კითხოს. ტექნიკურად რატო უფრო კარგად აღწერს, მაგრამ წავიდეს და ბოტმა ერთის მხრივ ჩვენს მონაცემებს მიაკითხოს და სასაბურო ფორმატში გამოიტანოს, მეორეს მხრივ გავიდეს web search-ში გააკეთოს და ეს კორელაცია ერთმანეთში დაგონახოს. ერთი პატარა მაგალითის დონეზე არის ეს. რატი რას დაამატებდი? პრაქტიკული Q&A-დან გამომდინარე, რაც შეიძლება შედგეს კომუნიკაციის სახით. Data ანალიტიკოსი ერთის მხრივ, რაც ნიკა მოიყვანა მაგალითად და უკვე აწყობილი სისტემა. იმას დავამატებდი, რომ რაც მოაქვს, ვფიქრობ, ჩვენ პროდუქტს, რასაც ვუყურებთ ახლა 10 თვე უკვე რაც პროდუქტზე ვარ და თეგეტ არის ერთ-ერთი პირველი, ვინც აითვისა უნისტრიმი და უკვე მე-10 თვეა, რაც ჩვენ თანამშრომლობთ. არა და დღეს 21 კომპანია იყენებს უნისტრიმს. რაც დავაკვირდი ეს არის, რომ ადამიანის მაინდსეტის შიფტინგი ხდება იმ მხრივ, რომ რაც აქამდე შეუძლებელი ეგონა, ძალიან ხელმისაწვდომი ხდება, რა ამას ცოტა ხანი ადაპტაცია ჭირდებათ ადამიანებს, რომ შეეგუონ, რომ ყველაფერი შესაძლებელია თან ძალიან მარტივად და მოკლე დროში და ძალიან ხარისხიანად. და ამ შიფტინგის შემდეგ ადამიანების აზროვნება უკვე სხვანაირად იცვლება. ის იდეები, გიჟური იდეები და დამეთანხმებით, რომ არც ერთი იდეა არ არის გიჟური, რაც ადამიანებს თავში მოსდიოდათ, მაგრამ მათი ქვეცნობიერი ბლოკავდა, იმიტომ რომ ეს შეუძლებელი ეგონა, ან ძალიან ძვირი ეგონა, დღეს მათ აქვს საშუალება, რომ ეს იდეები გატესტონ და გატესტვით არასდროს არაფერი არ ფუჭდება. რა გამოდის ნიმ დასვა ეს კითხვა უკვე, მაგრამ თქვენთან მინდა ეთქვათ შემაჯამებელი იყოს ეს კითხვა, როცა ერთის მხრივ data mind-ის 5 წლიანი ისტორია მოასწარეთ და ჩაგვიქცოვეთ აქა და გადმოგვეცით, მადლობა ამისთვის. მეორეს მხრივ თეგეტა ჰოლდინგთან ხართ დაპარტნიორებული. ეს არ იქნებოდა იოლი პროცესი გულისხმობ ამ Unistream-ის დალონჩვა და ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს ამას ახლავს უამრავი გამოწვევა. რას გაიხსენებთ ამ ყველაფერზე? მე მგონი ეს იქნება საუკეთესო მაგალითი, სწორედ ნინის კითხვის გაგრძელების. რა ცოტა სიტყვა არჩევას მისცემდი ქართულ ბიზნესს, მაგრამ აი რა შეიძლება გახდეს ხო, რა შეიძლება გახდეს სამაგალითო და მიმბაძველი აი ამ თანამშრომლობის ამბავში. გიპასუხებთ 10 თვის წინ, როდესაც Unistream-ი ბეტა ვერსიაში გავუშვით, ზოგადად საშუალო სტატისტიკურად როგორი სტარტიც გაქვს ეგეთი მოყვება გაგრძელებაც. ამიტომ ჩვენთვის ძალიან 10 თვის წინ თუ ბეტა გავუშვით, ესე იგი თქვენ დაპარტნიორება დაიწყეთ მინიმუმ წელიწად ნახევარია და არა, ერთ-ერთი პირველი იყო, როდესაც თეგეტამ აითვისა Unistream. ამიტომ თეგეტა იყო ჩვენი სტარტი. მანამდე რა თქმა უნდა კომპანიას დიდი ისტორია ჰქონდა, მაგრამ პროდუქტი როგორც ესეთი პროდუქტი 10 თვის წინ დავლანჩეთ, მანამდე 2 წელი ვქმნიდით და ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის კარგი სტარტი და თეგეტამ ეს შესაძლებლობა მოგცა. ეს სტარტი რო წარმატებული ყოფილიყო ჩვენ ორივე მხარემ არაფერი არ დავიშურეთ მაგისთვის, რაც შეეხება გამოწვევებს, გამოწვევები იყო ძალიან ბევრი. მაგრამ ეხა მე რაც შემიძლია ვთქვა, რომ data minds როგორც კომპანიას და თეგეტას საერთო აქვთ, ეს არის რომ ორივე კომპანია გამოწვევებით იკვებება და ამ გამოწვევებს შესაძლებლობად გადაქმნის, რაც გავაკეთეთ ორივე წარმატებულად და ეგრე მოვედით ორივე მხარე დღეს აქ. ნიკო, რას დაამატებდი? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა data mind-ის გუნდსაც და მათ შორის ჩემს გუნდს, რომლებიც მართლა ძალიან დიდი შრომის შედეგად მოახდინეთ ეს ინტეგრაცია. პროდუქტი data mind-ის პროდუქტი საკმაოდ ინდივიდუალია და დიდი რაოდენობის კონექტორებს თავაზობს ასევე. ერთ დავამატებდი, როდესაც ქართულ ბიზნესებზეც საუბრობთ და ძალიანაც რომ რაღაცა ნახტომი არ გავაკეთოთ და არ შევედაროთ კიდევ ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანას, ჩვენთან ხშირი პრობლემა არის ხოლმე მონაცემების უზუსტობა. შესაბამისად, ისეთივე კარგია რაღაცა შენი ხელოვნური ინტელექტი, რამდენადაც კარგია შენი მონაცემები, შესაბამისად ყველაფერი იწყება მონაცემების სიზუსტით, მონაცემთა საწყობით. შესაბამისად basic step-ები დავიწყოთ, ალბათ იქნება კარგი შეჭრა.
ნიკა კოხოძე, ქალბატონებო და ბატონებო, თეკეტა ჰოლდინგის ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი, მადლობა მობრძანებისთვის რატი კუნჭულიას. უნიშნულია Data Mind-იც BMG-ს რედაქციის სათვალავში. საკმაოდ საინტერესო ისტორიით და აწყვეტი და დარწმუნებული ვარ იმაზე ამბიციური სამომავლო გეგმებით, ვიდრე რატი მოახერხა ჩვენთან ამ ყველაფრის გადმოცემა, რატი კუნჭულია Data Mind-ის მმართველი პარტნიორი და დამფუძნებელი.